ზუგდიდში გარემოვაჭრეების შემდეგ აქცია ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მომუშავე პირებმა გამართეს. მათ ცენტრალური გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებმა გარევაჭრობის 1 იანვრამდე დაშვება გააპროტესტეს. აქცია მალევე დაიშალა. დილიდან კი 3 ადგილას გზა გარემოვაჭრეებს ჰქონდათ გადაკეტილი. რა მოთხოვნები ჰქონდათ აქციის მონაწილეებს? ზუგდიდიდან პაატა ლაგვილავა ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. პაატა, გისმით. ზუგდიდელ გარემოვაჭრეებს დღეს აცნობეს, რომ ქალაქის მასშტაბით გარევაჭრობა აკრძალულია, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია. ზუგდიდელი გარემოვაჭრეები ითხოვდნენ, რომ 1 იანვრამდე დაშვებული იქნას გარევაჭრობა. მათ ამ მოთხოვნით დღეს ზუგდიდში 3 ადგილას გზაც კი გადაკეტეს. გადაკეტილი იყო თბილისის ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი და 30 წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო მოძრაობა. მოგვიანებით უკვე შედგა გამგეობისა და გამგეობის თანამშრომლებსა და გარემოვაჭრეებს შორის შეთანხმება. ამ შეთანხმების მიხედვით გარევაჭრობა 1 იანვრამდე იქნება დაშვებული. ამ გადაწყვეტილებამ პროტესტი ამჯერად ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მოვაჭრეებში გამოიწვია და მათ გააპროტესტეს ეს გადაწყვეტილება. ისინი ამბობენ, რომ ბაზარში გარევაჭრობის არსებობის გამო არავინ არ შედის და მათ კლიენტურა არ ყავთ. სწორედ შიდა მოვაჭრეებმაც გადაკეტეს დღეს გზა ზუგდიდში. თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები, შეგვიძლია ახლა ვნახოთ. დაუყოვნებლივ შეწყდა შეყვანილი იქნა სულ ყველა გარეთ რაც არის შიგნით და ამას ვითხოვთ მეტი არაფერი. აქტიურად არავინ არ შემოდის ჩვენთან. ჩვენს ფასებს ვერ ვარეგულირებთ, იმიტომ რომ ესენი გარეთ ყიდიან ძალიან იაფად, იმაზე იაფად ასე და ჩვენ ვიღებთ ამას და ეს საბოლოოდ არეგულირდება ყველაფერი. გადაკეტილი ცენტრალური მაგისტრალი და გარემოვაჭრეებისა და შიდა მოვაჭრეების პროტესტი. ნახეთ ჩვენს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ზუსტად 9-ზე. მადლობა. ზუგდიდიდან პირდაპირ ეთერში პაატა ლაგვილავა საუბრობდა.